ნუ მასტერი ოდნავ ჯობია თხას. ცოტა ხნის წინ ვიყიდე აბაზანის კაფე. აბაზან არ მაქვს. ჩემი არის ალკოჰოლური რა თქმა უნდა, ავათხო არ ვარ. ანუ ჩემს ძლიერ მამაკაცს თუ ნახა უცებად გავყვები. ეს რო გენახა YouTube-ზე რომელსაც არ უყურებ, გამოიწერდი? არა. ტვილი არ აქვს თავში. ჩვენ დავბრუნდით YouTube-ზე მე-9 ეპიზოდით და თქვენ უყურებთ ეკლექტიკას, პოდკასტს ეკლექტიკას. ტრეპის ჭინაზე. ახალ რაღაცებს ხოსინჯავთ ხოლმე და ამჯერადაც ასე მოვიქეცით და გადავწყვიტეთ, რომ ისევ ქართული კომპანია გაგვეტესტა და გამოვიძახეთ მე ამა რა თქმა უნდა, მაგრამ ვინ სპონსორი არ ჩანს, როცა 300 გამოწერი ყავს YouTube-ზე, ამიტომ ჩვენ ინიციატივით ვახალისებთ ქართულ ბრენდებს, მაგრამ წინაზე ისე წავახალისებთ, რომ მე მგონი ვინმეს რო ენახა გაკოტრდებოდნენ ალბათ, იმიტომ რომ ძალიან არ მოგვეწონა და ჩემი არის მოკლედ, რო ვთქვა, კოწახურის მე ამას ყავით იცნობენ ძირითადად, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაც გქონია, მეც არ ვიცოდი, მე ხა დავაკვირდი. ჩაი და ამაზე ალკოჰოლური რაღაცები. ვიზუალის პროდუქტები და ჩემი არის ალკოჰოლური რა თქმა უნდა, ავათხო არ ვარ და არის კოწახურის კაფსულა ალკოჰოლით ასე აწერია. მე კოწახურზე ვგიშდები. ჩაი, კენკრით და რაღაცათი. დამავიწყდი კიდე. კარკადე თუ კუმკადე თუ რაღაცა ეგეთი. ხო, მოკლედ. და ეხლა გავსინჯოთ. ჩემი ძანგებრიელი. ვაი, მე ესეც ძანგებრიელია მართლა. ალკოჰოლის გემო საერთოდ ვერ გსვამ და ეგ ცოტა მაიჭვებს. ხوار მომიჟმოტეთ. იმენო ჩაია, ცივი ჩაი არის კარგი. ხო, ესეც კარგია. და ესეც კარგია. კარგი, თან წურპოსა თან ვილაპარაკოთ ხო? და ხო, რა თქმა უნდა, ეგრე უნდა მოვიქცეთ. ტოპ ამბავი, რა ვიცი, ყველაზე ხშირად რას განვიხილავდი ამ კვირაში, ალბათ. მე ვიცი რას განვიხილავდი. თაკოს უყვარს რეპი და ჰიპ-ჰოპი და დარწმუნებული რომ მაგას განვიხილავდი, რომ ზაზენოზაძე გამოჩნდა ქართული ოსტატებში. უბრალოდ ლევანთან შედარებით მე უფრო უსმენ ან ჩახედული ან რაღაც ეგეთი ვარ და მაგიტომ მგონია რომ მე ვარ ჰიპ-ჰოპ სპეციალისტი კი არა და ვინ გონი ვარ ლევან. ჰიპ-ჰოპის ისა რა ქვია, მემატიანე. სინამდვილეში არაფერი გავს, მაგრამ ცოტა ხო. შემიძლია უბრალოდ გამარჯვებული და კარგი. ხო და რას ფიქრობ? მაინტერესებს. რას ანუ თვითონ კლიპზე რას ფიქრობ თუ იმ ყველაფერზე რაც მაგ ყველაფერს მოყვა? ნუ ჯერ კლიპზე. რა თქმა უნდა, როცა რაღაცაში და ლურჯ ფონზე გამოდის ხოლმე კლიპი, თავიდანვე რა თქმა უნდა ნეგატიურად ვარ განწყობილი. მაგრამ ან რა ვიცი, მე მგონი არაფერს არ მალავენ, ანუ მთელი კლიპი ის იყო, რომ თავარი პერსონაჟი, ამ შემთხვევაში ზაზას პერსონაჟი, რომელიც და არ ვიცი რა მანქანა იყო, მაგრამ რაღაც ძვირიან მანქანაში და გვერდზე ხდებოდა ის, რომ ვიღაც მეეზოვე იყო, ვიღაც ავტობუსით გზავრობდა, ვიღაც დასუფთავების, ანუ ის კი არა რომ ჩვენ რაღაც ეს ქალაქის რაღაც საერთო ნაწილი ანუ ჩვენ ვართ დემოდი და თქვენ ხართ სადაც უნდა იყოთ იქ. აი ესეთი მესიჯი დავინახე მე პირადად. ხო, თბილისის რეალური სურათიდან სრულიად ამოვარდნილი იყო მთელი ეს სურათი, რაც კლიპში ვნახე და კლიპი ძალიან არ მომეწონა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მე ქართული ოცნების არასდროს არაფერი არ მომწონს როგორც წესი, უნდა ვთქვა, რომ მუსიკალურად კარგი ნამუშევარი, იმიტომ თვითონ სიმღერა ეს გოგი ცაბაძის არის საოცარი სიმღერა და ამან ძალიან უშველა და არ იყო არც ცუდი რეპი ეხა შემოქმედებით ნაწილზე ცუდად ვერ ვიტყვი, მაგრამ ადამიანურ ნაწილზე შემიძლია ძალიან ბევრი ცუდი ვთქვა, იმიტომ რომ ზოგადად ვერ ვიტან კონფორმისტ ადამიანებს, აი სანამ დაგჭირდები რომ შენი არ ვარ და რო გჭირდები მე რო შემეძლია რომ ჩემ პრინციპებსაც გადავაბიჯო და ჩემი ნათქვამი და გადაფურთხებულიც ავლოკო და შენს გვერდით დავდგენ. ხო, მესმის. ჩემი აზრით, აი ხალხის ეს ნეგატიური ხალხის არა, აი ადამიანების, რომლებიც ამ კულტურას ძალიან დიდი ხანია უსმენენ, უყურებენ და მიყვებიან თუნდაც იგივე ზაზას, მე მგონია რომ მტკივნეული იმიტომ იყო, რომ ეს ადამიანი აქამდე რაზეც წერდა და რას წერებდა, მაგ ყველაფრის საწინააღმდეგო ქმედება დაინახეს და ის კი არა რომ დაუნახავები ხართ და ნიჭიერი არის და როგორ ექცევით ანუ ეგრე არ ყოფილა უბრალოდ ეწყინათ. ჩემი აზრით, რაც უფრო მოგწონს ადამიანი და ხედავ რომ რაღაც არასწორს აკეთებს, მისგან უფრო საწყენი არის და უფრო ახლოს მიგაქვს გულთან, ვიდრე აი რა ვიცი, სრულიად უცნობი ადამიანის, რომელიც შეიძლება შენთვის არაფერს არ წარმოადგენდეს და რეალური მიზეზი ამდენი ნეგატივი რატოს წამოვიდა ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც არ ეგონათ რომ ალბათ მაგას იტყოდნენ, ჩემი აზრით ეგ იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. მე მაინტერესებს ერთსაც ვიტყვი რომ ანუ მოგეწონა ანუ რეალურად ცუდი ვერ იტყვი რომ იყო, იმიტომ რომ მხოლოდ ბოლოში პასაჟი, როცა ორსული გოგონა ულამაზესი ნამდვილად გამოდის და ჩაერთო, ეგ
ეგ არ ამოვარდნილი იყო რა, მე ჩვენ ესე საბაძეს დაემთავრებინა just გემოვნების ნაწილში. და პრობლემაც ეგ არის, რომ ადამიანები, რომლებიც ნიჭიერები არიან და რაღაც თავის საქმეს კარგად აკეთებენ და ბევრ ადამიანში პატივისცემასაც იმსახურებენ, ანუ ეგ ადამიანები უნდა, არ ვიცი, ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო, რომ არაფრად აღარ ვარგოდნენ, როგორც პიროვნულად, როგორც სახელს გულისხმობ, იმიტომ რომ ეხლა რაც არ უნდა გააკეთოს, ძალიან შებღალული არის მისი სახელი, როგორც მინიმუმ. მე ამ პროცესში მაინც ყველაზე მეტად მედრდება მასტერზე, იმიტომ რომ სადმე თუ ხელი მიუწვდა სხეულის სხვადასხვა ადგილებში ყველგან ვაზელინი გადაისვა, ისე ეტენებოდა ამ კონცეფტს და ბოლოს მაინც ზაზანოზაძე აირჩიეს იმისთვის, რა ქვია, საარჩევნო კლიპისთვის და არიტირო მასტერ. ძალიან ხშირად ახალ ტრეკებს როდებ და მაგაზე იძახი ამ ბოლო თვეების განმავლობაში, ხო? ანუ არ ვიცი ეს დავალება იყო თუ თვით ან თავისი ინიციატივით აკეთებდა ამას, მაგრამ ანუ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმათაც აღარ უნდათ. იო, მართლა, ანუ ეგეთი ვაზელინიც არ გვინდა უტეხავსო იფიქრა კალამ და ბოლოს ზაზანოზაძეზე შეაჭერეს დავიანტი აქცენტი და არჩევარი. მე მახსოვს ჩემო თბილისის ქალაქო ეგეც კი გადამღერებულია წინა ხელისუფლებისგან, რომელიც ასე ეზიზღება. თუ ასე ეზიზღებათ, რაღაც ახალი გააკეთონ კაცო. ნუ საერთოდ იმანთაც მართალია საბაძისგან გააკეთეს, მაგრამ თუ ჩემო თბილისის ქალაქოს რეპთან კოლაბორაციაზე ელაპარაკი, ძვალმა და მაია კაჭკაჭიშვილმა რო გააკეთა, ეგ არის ტოპ და ჩემთვის დარჩება ტოპ, იმიტომ რომ რაღაცა ესე ლაგდება ჩემთვის, რომ ძვალმა ნუზაძე მასტერმა თხა ვენახი შეჭამა რა, ანუ ბევრად უკეთესია ძვალი, ვიდრე ნუზაძე და ნუზაძე უკეთესია ვიდრე მასტერი და ნუ მასტერი ოდნავ ჯობია თხას. თაკო. ხო, მოკლედ რო შევაჯამოთ, მოკლედ საწყენია, რომ ნიჭიერ ადამიანებსაც ისვამენ ერთ ადგილას. და ისინი ამის საშუალებას აძლევენ. ხო, მე არ მეცოდებიან ეგენი, მაგრამ არა, ისინი კი არ მეცოდებიან, თვითონ მეცოდება, ანუ სიტუაცია მეცოდება, რომ რაღაცნაირად ხას უსვამს იმას, რომ ყველას ყიდვა შეიძლება, მაგრამ ყველას ყიდვა არ შეიძლება. მე მინდა თქვა ასეთი რამ, რომ როცა ხარ ნიჭიერი, როცა ხარ განათლებული, როცა ხარ, არ ვიცი, როცა გაქვს ძალიან ბევრი კარგი თვისება და შეიძლება იყოს კარგი ადამიანიც, მაგრამ სრულიად გააზრებულად როცა იწყებ ბოროტების მხარეს დგომას და მათთან თანამშრომლობას, აღარც შენს ნიჭს, აღარც განათლებას და აღარც ადამიანობას, აღარანაირი ფასი აღარ აქვს. ეს არის ჩემი დამოკიდებულება. ან რობი კოსტურა უნიჭიერეს რეჟისორია ცალსახად, მაგრამ მის შემოქმედებას საერთოდ ჩალის ფასი აქვს ჩემთვის. და ასე შემდეგ, სხვა ყველა, ვინც დღეს რეჟიმის მხარეს დგას. ეს ერთი. და მეორე, თბილისში ვლაპარაკობთ, მოდი შენ გიმღერით ჩემო თბილისის ქალაქოდან გადავიდეთ თბილისობაზე, რომელიც მე ნამდვილად თბილისს ყველაზე მეტად მეზიზღება თბილისურ დღესასწაულებში. და მე გამომრჩა. იმიტომ გამოგრჩა, რომ ეს თბილისობა იმართება ოქტომბრის ბოლოს, მაგრამ წინა საარჩევნოდ გამართა კალამ და გადაწყვიტა, რომ ასე მოიგო თბილისელების გული, მაგრამ ვერ მოიგებ კალა. შანსი არ არის, იმიტომ რომ თბილისობა იმ ფორმით, რა ფორმით ასტარდება და თან გასთვალისწინებელია, რომ იხარჯება ბიუჯეტიდან 3 მილიონი ნახევარი. დაიხარჯა წელს ხო შემთხვევაში. დაიხარჯა წელს, როცა წინა წელში 1 მილიონი ნახევარზე მეტი არ დახარჯულა და ერთადერთი რაც შეიძლება პოზიტიურად აღიქმებოდა ოდესღაც იყო ის, რომ შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს არსად არანაირი შემოსავლელი არ ქონდათ, მაგათ რაღაცა ფულს ცოტა აძლევდნენ ბიუჯეტიდან და წელიწადში 2 ივენთი იყო ეგ თბილისობა და ის რა ქვია, ახალი წელი და ხელფასი გქონდა ოკეი, მაგრამ ახლა აღარ არის მასე გენაცვალე, ბაზარი არ რეგულირებს, 1000 ახალი მომღერალი და ბენდი გამოჩნდა და მშვენივრად წყვავის ჩვენი შოუ ბიზნესი თუ შოუ ბიზნესი ქვია მაგას და ესტრადა. და აღარ მინდა ეს მაია ჯაბუარო დგას და რა მინდოდა რა ტყუილად მღეროდი, მართლა ტყუილად მღეროდი, კალბატონო და ჩემს ფულს იჯიბავდი კიდე, საერთოდ არ ყოფილვარ მე თბილისობაზე, ნამდვილი თბილისელი. სამაგეროდ იყვნენ რუსები. ეხლა დავამთავრებ რადიო თავისუფლების სტატია წავიკითხე, სადაც ჰქონდათ ინტერვიუები აღებული თბილისობაზე, როგორც მონაწილეებთან, ასევე იქ მყოფ ადამიანებთან და ძალიან კარგად იყო გაკეთებული, რომ რუსებს წერდნენ ძირითადად, რომლებსაც არ მოწონდათ კინკალი, ხაჭაპური, მიწევადი და ამ რუსი ტურისტების და იმისთვის, რა ქვია, ქართული ოცნების ძალიან მცირე რიცხოვანი მხარდამჭერებისთვის დაიხარჯა ჩვენი ჯიბიდან და თქვენი ჯიბიდანაც სხვათა შორის 3 მილიონი ნახევარი, ამიტომ. ხუთშორის თბილისობას ხოლმე ჯერ ერთი შაბათ-კვირას იყო ხოლმე, რა თქმა უნდა, კვირეულივით 3 დღე მინიმუმ იყო, მაგრამ ამ 3 დღის განმავლობაში მე კვირას ვიყავი ქალაქში გასული და საერთოდ ვერ ვიგზენი ანუ დისკომფორტი რაიმე გადაჭედილობის, ან ხალხი რო ქუჩაში არის გამოსული ან რაღაც მსგავსი, წელს არ ვიცი არ ყოფილა. მე მგონი არ იცოდნენ. როგორც ვერ ვიცი. ეგეც ლოგიკურია რომ არ იცოდნენ, იმიტომ რომ ძალიან წიგად მოწიეს, ხო? ან ხო არ ვიცი, მოკლედ რა, თბილისობა არის ჩემი აზრით დასარეჯექტებელი დღესასწაული და ხო მაქვს აუცილებლად შესაძლებელი, იმიტომ რომ რაღაცა კულტურას მოვარგოთ უფრო ვიდრე ჭამას. და სტიჩი და ვიღაცები არაფერს შუაში არიან თბილისობასთან და რაღაც კულტურული სახე უნდა ქონდეს, თუ მართლა გვინდა რომ ქალაქს ეძღვნებოდეს ეგ რამდენიმე დღე.
ხო, იმიტომ რომ ეგრე არ იყო. თბილისური იყოს გააკეთე ის არა ქვია, წუნა და წრუწუნა, რატო აკეთებ ლილოს და ის სტიჩს და გასაღებებს და რაღაცებს რო გადასცემენ ხოლმე, ეგ წელსაც იქნებოდა ხო ალბათ. იყო კი საპატიო თბილისელის ის გადარჩეს მერსის. ჩამოარიგეს მერსის წელს არაო, მაგრამ ამ არჩევნებს თუ მოვიგებოდა, მოიგებს აბარაზიზებს, კალაძემ თქვა რომ შემდეგ წელს აუცილებლად შენ იქნებაო. ეს ვხუმრობ რა თქმა უნდა, არ მახსოვს ვის გადასცეს. მანანა თოდაძე იყო ერთ-ერთი მახსოვს ის ფარშევან გიგალიაში ხალი. გიჟდუ. ეგ ნამდვილად კეკელკა თბილისელი ბებუა. და მე ვგიჟდები მაგეშვილის ლეილა თოდაძის სიმღერაზე დამესხით ძმებო. ეგ სიმღერას რო აღმოჩინე რომ ისი შვილია ხო? მე მეგონა უკვე გარდაცვლილი ვიღაცა მოხუცი მომღერალი მღეროდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ პატარა გოგო მღერის და ძალიანაც კარგად. ოჯახ მაგას. ნუ მე მიყვარს ქალაქური სუფრული სიმღერები, ვერთობი ძალიან როცა ვსვავ განსაკუთრებით. და რადგან საპატიო რაღაც ქართველებზე კი არა და მოქალაქეებზე საუბრობდით, დევნას ქუჩის ამბავიც უნდა ვახსენოთ. ჩვენ არ ვართ ექსპერტები ამ ფეშენ ინდუსტრიის, მაგრამ შეფასება მე მგონი შეგვიძლია. მე ზოგადად კონცეფცია მომეწონა, როგორც შეფუთა ეს რაღაცა ოჯახის და პერსონაჟების თემა რაც ქონდა. შენ გვეთქვი რომ ნაფიქრი იყო? ხო. ნაფიქრი იყო, იმიტომ რომ მე წავიკითხე დემნას ინტერვიუს, სადაც ყვებოდა რომ რამდენიმე თვით ადრე გადმოვედიო იტალიაშიო, რომ გამეგო იტალიური სულიო და ძალიან დამეხმარაო ეს ყველაფერიო წასული ვიყავიო გუჩის არქივებშიო, მუზეუმშიო, ისო და გაიცნო ისტორიას, ისიც კი ისწავლა გუჩის ლოგო, როგორ შეიქმნა, რატო არის ამ ფერებში და ასე შემდეგ. ეს ეთყობოდა, რომ ხო, და რატო იყო იქ ჩემოდანი და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და ყველა ველოდებოდით რომ ცოტათი ჩემი საყვარელი უნდა თქვა იქ პირველი ჩემოდნის შემდეგი პირველი ნამუშევარი არის წითელი პალტო და წითელ პალტოზე ქონდა ძალიან კარგი პასაჟი რომ ბავშვობაშიო ჩემი ანუ რაღაც საყვარელი პალტო ქონდა რომელიც უნდოდა რომ ქონოდა და რომ იყიდა ოჯახმაო გადაუგდოთ და უმალოთ რაღაც ეგეთი რომ ანუ მისი არ იყო იმიტომ რომ შეიძლება არ ვიცი ბიჭისთვის წითელი ფერი არ იყო მისაღები თუ რაღაც ეგეთი და ეს რაღაცა გულში ქონდა ხინჯად და ეს რაღაც რო აისრულა ანუ მაგას მე მომწონა ძალიან მატილდა გვარლიანი და რაც ეცვა ეგეც მომწონდა და მიხარია რომ მატილდა შეიყვანა თავის იმაში ინდუსტრიაში თუ შემოქმედებაში დემნამ და კიდე განსაკუთრებულად მომეწონა ის რომ ეგეც ინტერვიუში წავიკითხე პრინციპში და არ ველოდი მოკლედ რაღაც მეგონა რომ ცოტა იქნებოდა ბალენსიაგას სტილის გავლენა და იქ ამოატრიალებდა გუჩის და ესეც არ იქნებოდა ალბათ ცუდი მაგრამ წავიკითხე რომ ინტერვიუში რას ველოდი თუ ხუთზე დავპრინტავდი ჯიჯისო თუ აი რას ვიზავდიო და მომეწონა რომ ის ხაზი დაიცვა მაინც თავის ხელით შეიტანა ალბათ ნელ-ნელა დაგვანახებს ამას და მომეწონა და კიდე ჩემი აზრია რომ აი ამ კოლექციით როგორც ვატყობ ჩემი გუმანით და მცირედი ცოდნით სავარაუდოდ ცდილობს რომ ბალენსიაგასგან განსხვავებით ეს ნაკლებად გამოსდიო და ბალენსიაგას სტილიდან გამომდინარე ალბათ წითელ ხალიჩებზე უფრო ხშირად ვიხილავ და მე ძალიან მიხარია. მოვალ წელს იქნება პირველი ჩვენება როგორც ვიცი. მე მგონი გაზაფხულზე. ხო. მე მგონი ეს არ იყო ჩვენება რაღაცა ის იყო პრეზენტაცია და ძალიან კარგი პრეზენტაცია ქონდა კარგად შეფუთული და ჩვენ რა თქმა უნდა გვემაყება ყველა ქართველი რომელიც აკეთებს რაღაცას ნიჭიერად ნებისმიერ რამეს არ აქვს მნიშვნელობა სპორტი იქნება, მუსიკა იქნება, მოდა იქნება, თუ რაც იქნება და თან კარგი მოქალაქე. ხო და თან კარგი მოქალაქე იყოს და თან მას ბევრი გაუკეთებია ამ კუთხითაც ჩემი აზრით. რა ვიცი რა შეძლო. აუ ისეთ კარგ მოქალაქეებზე ვლაპარაკობდით, წეგან ვახსენე და მატილდა გვარდიანი მიყვარს ხალხო, იმიტომ რომ გოგოს არ გამორჩება ხოლმე არც ერთი მნიშვნელოვანი არც პროტესტი, არც კანონის ინიცირება, რომელიც ევროპულ მომავალს გვართმევს და ასე შემდეგ ყველაფერს ეხმაურება და ეხმიანება. ყველაფერს ცემს პასუხს მოკლედ თორებში თუ სხვა ფორმით და ამის გამო ძალიან დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ რაღაცნაირი მისი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს და არ მხოლოდ ქართველები და ძალიან ეხმარება ჩემი აზრით თავის ქვეყანას ასეთი პოზიციების დაფიქსირებით და სწორი პოზიციონირებით ზოგადად. ოჯახლევან სწორი ხარ. და კიდე ისე ვიტყვი რომ ყველა ქართველ მოდელზე მეტად მომწონს ვგიჟდები ესეთი ლამაზია. და ხო, კარგი გოგოა ძალიან. არ მინდა რომ გამმეორდე უბრალოდ, ამიტომ დავასტოპებ. თუმცა, მაგრამ აი ლამაზ გოგქალზე გამახსენდა. ზოგი ქალი, რომელიც ლამაზია, თან საშიშია. იმიტომ რომ შეიძლება კუთხეში მოგიქციოს და გცემოს. ეს ქალებზე თუ ამ კონტექსტში ვილაპარაკებდი, უდას მე არ მეკონა ხალხო. ძალადობის ხვეპლია ყოველი მესამე ქალი მეგონი საქართველოში და მე მოძალა და ქალზე უცებ ავენთე. რომელმაც ბავშვი მიაყენა შუა ქუჩაში, იმიტომ რომ ამ ბავშვს მოთხრა რომ ცოტა ზრდილობიანად ესაუბრე კონსულტანტსო და რას ქვია შენ ეს შენი შუნა მომეცი და მითხარიო, გამოიყვანა და სცემა. აღონდ ისე სცემა რომ ბავშვი დაზიანებული იყო როგორც მახსოვს ხო სწორია. და რა მოხდა? არაფერი.
ანუ მზია ამაღლობელმა პოლიციელს გაარტყა სილა, რის გამოც 2 წელიწადის ახლა ციხეში კერ გაარტყა მოიცაცუნა და ამ ქალმა ბავში ბოდიში რუსული სიტყვის ჩაპისდა და 3000 ლარად გამოუშვეს გირაოთი და მე გაფრინდა ბულგარეთში 18 სექტემბერს და ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, სადაც ყველა შეჯიბრი წააგო. და არც ერთი ჯილდო არ აქვს მიღებული საქართველოს სახელით და მე მგონი არც ზოგადად რაიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება არ აქვს, უბრალოდ მკლავჭიდელი ესეთი ხო, აი აქ ზდაროვი კაი გოგოა ჯიგარი. ეს კონკრეტული кейსი ხო აფერშუაში არ არის პოლიტიკასთან რა თქმა უნდა კავშირში, მაგრამ იმ ამბავში რომ აი არც ნაცი არც ქოცი, ანუ ეს ხო არაფერშუაში არ იყო, არც ერთი ყოფილა ნაცი, ის ბავშვი ნაცი არ ყოფილა და ეს კიდე არ ვიცი რა იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა. ქოცი ეგრე იცახდნენ, მაგრამ ნუ კაი. ანუ გულისხმობ იმას, რომ ქოციც რო იყო, ანუ ამას მაგ ჭრილში ვერ გაახვევ, რომ აი ღირსი იყო თქო, აი ბავშვი იყო და ამ მდგომარეობაში ჩააგდო და აქ ერთადერთი ლოგიკური დასკვნა არის და მე მაგალითად მასე ვფიქრობ, რომ ეს დაუსჯელობის სინდრომი რაც აქვს და ვისაც ნაცნობი ყავს, რო გონია რომ ყველას თავი ქუჩში აქვს და არც სასამართლო ეხება, არც პოლიცია თითს არ დაადებს და ზოგადად პრობლემები არ შეექმნებათ, ეგ არის მთავარი პრობლემა. და ზოგადად ამ ქვეყანაში საკმაოდ უსამართლოდ და უცნაურად არიან ხოლმე შემწყნარებლები სპორტსმენების მიმართ. მაგალითად, ზვიადაური საქმე მახსოვს, რომელმაც თუ სწორედ მახსოვს ბაკურიანში კაცი მოკლა და მე ვიღაც ჩაუდგა თავდებში, თუ არ ვწდები ის ოლიმპიური ჩემპიონი რო არის ლაშა როგორია ბექაური და გამოუშვეს და ახლა თავიდან დაიჭრეს, იმიტომ რომ იარაღს მეც უკანონო დატარებდა და შებრუნეს ციხეში. სავარაუდოდ უკვე იძულებულები იყვნენ. ან უბრალოდ შეიძლება ისე აქტიურად აღარ უჭერდა მხარს ქართულ უწყებას და მაგის გამო დასაჯეს კაცმა არ იცის, მაგრამ ან იმდენი ფული იშოვა რომ უკვე თვითონაც შეწუხდნენ. ხო. ან ხო და მოკლედ ჩერჩევითი სამართალი ამ ქვეყნისთვის ძალიან დამახასიათებელია, ყოველთვის ასე იყო ყველა დროს და ყველა ხელისუფლების დროს, მაგრამ უბრალოდ მე მაინტერესებს აი თქვენ ხალხს არ გექნებათ უხერხულობის განცდა, რომ ვიღაცა ბავშვზე მოუძალადე, რომლის კადრებიც ვნახეთ, რომ ბავშვს გამეტებით ურტყავდა გარეთ არის და ევროპაში ეხა წასული და ჩემპიონატზე მონაწილეობს და მზია ამაღლობელი, რომელიც იმისგან განსხვავებით ქვეყნისთვის ნამდვილად კარგ საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ იმას არაფერი მოუგია და არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ მონაწილეობს ციხეში ის 2 წლით, ანუ ამაზე რაღაცა შეშფოთებას რატო არ გამოხატავს საკმაისად ეს ხალხი ჩემთვის გაუგებარია. ხალხო, მეტად აკომენტესად კი აი სოფლ მხედველურ და ზოგადად საკაცობრიო საკითხებში თავხვდებით ხოლმე, მაგრამ არის რაღაცები, ინტერესები, რაც თაკოს გარშია და მე არა. მაგრამ ტენის მაგალითად მოდის და მეუბნება, რომ ლევან, ეხლა იწყება ჩვენი პერიოდი ასტროლოგიურად მოემზადე, მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყება. ანუ თან ნერვიულობს მეგონი, რომ ასტროლოგიით ინტერესდება და არ ნერვიულობ, უბრალოდ ძალიან მართობს, ჩემი დაინტერესება გამოიხატება, იმიტომ რომ TikTok-ზე მიგდებს, რა ქვია, კაც ცაგარელს, ხო? იუ. ხო. ან მაგას არა, ყველაფერს მიგდებს AI-ის ხმაზე დადებულ რაღაც ვიდეოებსაც მიგდებს, მაგრამ რითი ვერთობ, იცი, ვადარებ ხოლმე რას იძახიან. ყველა სხვადასხვა სიძახის. და რომელიც მეუბნება, რომ კარგად ვიქნები, მაგისი მჯერა. იმიტომ რომ ხო იცით, მასეთი რაღაცების ადამიანებს მაშინ ჯერათ და მაშინ იჭიდებიან, რო არიციან რა ქნან და მაგ სიტუაციაში რო ვარ, ამიტომ დაკავებული ვარ ამის სკროლვით და სხვათა შორის ცაგარელი, რომელიც ერთდროულად იმედზე და პოსტივიზეზის და მაგაც იძახის. ორივე კაცი ის პოსტივიზზე ვიცოდი. კი. მეგონი პერიოდულად რუსთავერზე სულა რაღაცა სამთავრობო ასტროგანდონი. კომპლექტური სიტუაციები იმატებს, მაგრამ თქვენ წყნარად იყავით და მშვიდად შეხვდით ყველაფერს. თქვენი აზრი ზედმეტად არ დააფიქსიროთ. ანუ რაღაცას ვაპარაკობ და უკან მესმის სულეს, რომ მშვიდად იყავი, კონფლიქტში არ შეხვიდე. ახლა ცუდი დროა ჩხუბისთვის. ახლა შენი აზრი მკვეთრად არ დააფიქსირო. მოერიდე, ხო იცი რა ტიპი ხარ? ბოლოს ესე მთავრდება თან. ხო იცი რა ტიპი ხარ? ხო იცი თქვენ რომ კომუნიკაციის ღმერთები ხართ ესე იძახის ტყუპებზე, მაგრამ ეხლა მე ვარ კომუნიკაციის ღმერთი გეხოცები. არა. ღმერთი არა, მე ჯუჩელა. ხო, არ ვიცი, მე ასტროლოგიით ოდესღაც ისე ვერთობოდი რომ აგერ ხედავთ მერწყულის ის მახატიანი შენი, მაგრამ ლევანმა დამაწყებინა, რაღაც რუკების რა ქვია მაგას? ასტროლოგიური რუკები და რაღაცა მაინტერესებდა, მაგრამ მე ცოტა რომ ჩავუღრმავდი და ვუკვირდი რაღაცები რო გავითვალისწინე და ასე შემდეგ, მივხვდი რომ არა. აი მე ერთი წუთი ლევანს ასკეზა გაკეთებული. კი, ერთხელ გავაკეთე ასკეზა. ასკეზა არის რაღაცნაირი სიტყვას ვერ პოულობ.
მარხვა ოღონდ რაღაცაზე უნდა თქვა უარი, რაც ძალიან გიყვარს და ჩაიფიქრო სურვილი მგონი ეგ, რომ ეგ სურვილი აგიხდეს. ლევანმა უნდა გავიდეს მე 60. ლევანმა გამხსენდა შენ რას არსებობდა? მე იმიტომ დიეტაზე დაჯდობა და ამიტომ უარი ვთქვი გაზიან გამაგრილებელ სასმელებზე. მაგრამ ლუდი არ შედიოდა, ალკოჰოლი არა. მხოლოდ გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და სხვა შორის გადამაჩვია დღემდე არ მიყვარს. ისურული ისე ამიხდა მე როგორც შენ, მაგრამ გაზის სასმელებს ცოტათი გადავეჩვიან. მაგიტოსო ეხა იმას. წვენიან ალკოჰოლს. თუმცა კარგია. არა, ჩემი აზრით გართობის ამბავში ძალიან კარგია, მაგრამ მე ძირითადად ჩემ თავზე რასაც ვკითხავ, მე არაფერი არ ემთხვევა, იმიტომ რომ ეთყობა ის არ ვარ. ზუსტად ის რაც დავიბადე თუ როგორ ქვია მაგას. რაღაცა მყავს რაღაცაში. ტვილი არ აქვს თავში. კარგი, როგორ დავამთავროთ არ ვიცი და უბრალოდ აქ დავქათოთ ბაჩო. აქ ჩვენი სტუმარი არის სოფო, რომელსაც საუბრობთ უკვე იცნობთ სოციალურ ქსელებიდან და თავად წარგვიდგინეთ თავი. როგორ პოზიციონირებ? მე ვთვლი რომ ვარ ტუროპერატორი, იმიტომ რომ პროფესიულად მიუხედავად იმისა, რომ ტუროპერატორებს რო გადავრჩეთ ბევრი რამის კეთება გვიწევს. მაგალითად ბოლო პერიოდია საერთოდ ინფლუენსერობაც გვიწევს და ვიღაცები რომ მე და მეუბნებიან რომ შენ ტიკტოკერი ხარ, შენ ინფლუენსერი ხარ. ძალიან ცუდად გრძნობ თავს, იმიტომ რომ რაღაცა ჩემთვის წარუმატებლობასთან ასოცირდება. ტუროპერატორი რო გავგვიხსნა ზუსტად რა ამბავ. ტუროპერატორი არის ადამიანი ან კომპანია, რომელიც სხვა მიმართულებებით ტურპაკეტებს ადგენს. სამოგზაურო. ანუ სხვებს ეხმარები დაგეგმვაში სხვა სერვისს უყრის თავს და ერთ პროდუქტად აწვდის. რაც თავისთავში გულისხმობს იმას, რომ შენც ბევრს მოგზაურობ. თუ? კი. იცით როგორ არის, საერთოდ ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ ტურიზმზე რო ჩააბარებენ, ბევრს იმოგზაურობენ და ეგეც და არის წარმოუდგენა არის, იმიტომ რომ ტუროპერატორების ძალიან დიდი ნაწილი მთელი დღე საოფისე საქმიანობას აკეთებს. ესე მომიწევდა მეც რო არა ის რომ ჯგუფური ტურების ოპერატორიც ვარ პარალელურად და საქართველოში ჯგუფური ტურების ოპერატორი ნიშნავს იმას, რომ თან გიდით? ხო, აი მაგას ნიშნავს, რომ ყველაფერი ხარ. მარკეტინგშიც ხარ, მენეჯმენტშიც ხარ, ფიზიკურადაც მიდიხარ, მოდიხარ, ანუ შენ გიდი შენ ხარ, გამყოლი შენ ხარ, აბსოლუტურად ყველაფერი შენ ხარ, იმიტომ რომ ხოში ბევრი სპეციალისტი. აბსოლუტურად ყველა თუ კი რამე შეიძლება კავშირში იყოს ყველაფერი ხარ. და აი ინფლუენსინგის და ქართველებს უკეთებ თუ უცხოელებს? ქართველებს ამ ეტაპზე ბოლო პერიოდია ქართველებს. მანამდე უცხოელებთან ვიყავი, შემომყავდა, ეხა გამყავს. რუსებიც იყვნენ? არასდროს ერთადერთხელ მყავდა რუსული ჯგუფი და მაშინ მივხვდი რომ იმხელა აგრესია მქონდა რომ ჯობდა არც საქმიანობით არ გადაგვეთვლიყო მათთან. ან შენ თვითონ მათ მიმართ გქონდა ხო აგრესია? და რო ამბობენ ხოლმე რომ არსებობენ რუსები რომლებიც კარგი რუსები არიან, ჩემთვის ეგეთი რაღაცა არ არსებობს. მე ვიყავი ხალხო რიგაში ტრენინგზე, რომელიც სტარდებოდა რუსებისთვის და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ორ ადამიანს იწვევდნენ და იქ სანამ წავიდოდი ამიხსნეს რომ კარგ რუსებს გაიცნობდიო და არა. ანუ დაახლოებით 80 რუსი იყო, რომლებიც განდევნილები არიან რუსეთიდან ომის გამო და ევროპაში ცხოვრობენ და მართლა ჯეროდა რომ პროგრესული 80 რუსი არსებობდა და არა. აი ერთიც არის, ოდეიდას ვეცავა. ანუ ორგანიზატორი იყო პროგრესული 80 წლის ლენონ ნემიროვსკაია, მაგრამ ნუ რა აზრი აქვს? აი დამოკიდებულებების ნაწილში არ მომწონდნენ რა. მაგალითად არ აღიარებენ იმას, რომ შენ ტერიტორიები ოკუპირებულია, ან საერთოდ არ აღიარებენ. ან არიციან. ან არ ვიცი და ვერევით პოლიტიკაში არ ვიცი. საქართველოშიც მოდაში მეგონი მაგათ შემოიყვანეს რომ პოლიტიკაში არ ერევ. მე მაქვს ერთი კითხვა კიდე შენს ინფლუენსინგთან დაკავშირებით, ძალიან მომწონს ხარისხი, როგორც აკეთებ ვიდეო, კადრი, განათება, თვითონ გამოსახულების ხარისხიც, ვინმე მუშაობს ამაზე? შემთხვევით გამოდის ყველაფერი დამიჯერეთ, იმიტომ რომ აი უბრალოდ ავიღებ და ვაკეთებ. ტელეფონით იღებ? ვაუ. არ ვიცი რატო ჩანს ხარისხიანი, მაგრამ ეთყობა კარგი ხედვა გაქვს. არ გეცდია რამე ფოტოებს ხო არ იღებ მაგალითად? არა, ვერაფერში ვერ დაგეთანხმებით მაგნატებში. აი მართლა შემთხვევით გამოდის, ამიტომ ხო, არ ვარ. შენც ხო მოგწონს? ვერ ვიტყოდი რომ მომწონს. მე ზოგადად ანუ მაქსიმალისტი. გიწევს ამის კეთება? მე მიწევს, ხო, ანუ აი რო შეიძლებაოდეს რომ სხვა რაღაცები, აი საქართველოში რო ტურიზმი იმ დონეზე იყოს, რომ ტუროპერატორს მარტო იმის კეთება უწევდეს, რაც მის საქმეა, იმას საერთოდ არასდროს არ გავეკარებოდი. ნამუშევარი როა ეთყობა. ხო, ნუ რაღაც ის ელემენტარული რაღაც ქაფქაჩი რო შედიხარ და იქ მოჭრი, აქ მოჭრი და 2011 წელი განვითარდა სამყარო. ზუსტად ვიყენებ ორ ფუნქციას, ჩაჭრა მოჭრას და აჩქარებაჩო დაკათ. და განათებას მე მგონი. განათება ამ ბოლო პერიოდში რაღაცები ვიყიდე, მე ვარ შოპოჰოლიკი და ისეთ უაზროდ თანხებს ხარჯავ, თუნდაც ახლა მან დროს საერთოდ ჯობდა რომ ამ საქმიანობაში არ შემოსულიყავ, იმიტომ რომ ნულიდან ახლა ხო რაღაცები ინტერესები გამიჩნდა იქ რაღაცა. ეს რო უკეთესი იყოს ეს დამჭირდებოდა და IT ვიყიდე იქ. შოპოჰოლიკი რა მიმართულებით, ანუ ნებისმიერი ტანსაცმელი ტექნიკა. აი გზას ეხ მოდიოდი და
იქ დავდე ხო აი ისეთ რაღაცებს ვყიდულობ როგორც მაგალითად ცოტა ხნის წინ ვიყიდე აბაზანის კაფე აბაზან არ მაქვს მართლა დედას გეცეთ აიგდებს აი ვფიქრობდი რომ ვიღაცამ რო ესე კარგი თუა მარკეტინგში ადამიანი კუბოზე რო არის ხომ რომ ქართველიო და ქართველი არ ვიცი ზოგადად გონია რომ არიან ყველა ერთში ესეთი ადამიანები მე ვარ ეგ რომელსაც თუ მეტყვია რომ აი ეს კუბო ეხა ნამდვილი მუხისა დიდხანს აი თუ კარგად ჩემი ფუთავს შანსი არ არის რომ არ ვიყიდო უბრალოდ თავარია არ შევიდე მაგ მაღაზიაში მარკეტინგის სუპერპრი ხარ შორს მე მინახავს რომ ტემუზე იყიდება რაღაც გასაშლელი აბაზანები და შეგიძლია შემდეგ დამიწერეს კომენტარებში რომ იყიდეო კი და არა ეგ შენჭირი მე კიდე იქ ამ ყუთში ყრია 10 კითხვა, აქედან 3 არის თამაში და შეგვიძლია 2 რამ დაარეჯექტო წინსწრებით. თუ ბოლოში 2 დარჩა, ისე რომ მანამდე არაფერი დაარეჯექტე, ავტომატურად გამოტოვება. ამიტომ შეიძლება კარგი თამაში ან კარგი კითხვა გამოტოვო, ამიტომ ესე გაცხრილე რა. ესეც მინიშნება იყო თამაში. მეგონი რომ 3-ია. კარგი დავიწყოთ. ხო, ანუ რა შემთხვევით დაგასპოილერეთ, მაგრამ საბიტაბაში იქნება. ქალი ვიცი. ქალი ვიცი და 3 წერტილი. თუ ვიცი რამე სიუხვე, სადაც ქალი არ არის. ანუ შეიძლება რომ არ იყოს. მოდი, იცი როგორ დავუყოფ ამას, სად ვისურვებდი რომ არ იყოს. ოკეი. იმიტომ რომ არ იყოს ესე არა. მე მაგალითად ვისურვებდი რომ ქალებს არ უწევდეთ მძიმე სამუშაოს კეთება. მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ არ არიან ადამიანები ან არ შეუძლიათ, რომლებიც ხო ქალები არიან და რაღაცებს ესე მძიმე დაკეთებენ. დღეების წინ იყო ნუ მათინების საწინააღმდეგოდ მაინც მინიმუმ. ხო, აი მეტროში ქალბატონი იყო, დედაჩემზე ბევრად ასაკოვანი და რაღაც 5 ედო წინ და ვიფიქრე რომ მეც იქ ჩავდიოდი ვაგზალზე და გავატანინებდი და შევთავაზე და არ გამიწია წინააღმდეგო და რომ მოვკიდე ხელი ზოგადად ვფიქრობ რომ ძლიერი ადამიანი ვარ. ვერავწია, მე ხელი მოსვაროთ ქალბატონს რომ ამ ხელახაც და თქვენ უნდა წაიღოთ და საბოლოო ჯამში რაღაც დანიშნულების ადგილამდე მივატანინა, მაგრამ ჩემი დამემართა და აი ვფიქრობ რომ ქალს ეგეთი რაღაცების კეთება არ უნდა უწევდეს. მის გვერდით ალბათ უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ მდგომარეობაში უნდა. მე გამახსენდა მაგაზე ის რო არის ელია ვარქვია მაგას აი ხითთან რო ადამიანები დგანან და მომსახურება იქ დადის ერთი ქალი ძალიან დიდი რაღაც კალათით და უძარმაზარი ქუდით. ზამბოდეში ეხა ისე თქვი თითქოს მეძავებზე საუბრო? არა. ხითა რო დგანან და მომსახურებას უწევენ. არა, ხითთან რო დგანან ხელოსნები და ასე შემდეგ ადამიანები რო არიან მაგ თამარმეფის კი და ხო აი პროსტიტუციის ხითთან. პროსტიტუციის საჭიროებაც არ ქონდეთ. ან თუ ეხა ვინმე სრული ექნება თავის და მოწოდებით იქნება, მე ვფიქრობ რომ პრობლემა არ არის. ან თუ რაღაცა სერვიზზე მოთხოვნა არსებობს, მიწოდებას უნდა იყოს და თუ მათი სრულია და უბრალოდ იძულებულები არ არიან, რატომ მოწევენ? ხო, ნამდვილად. შენ ძახი ეს მალიერებზე და ასე შემდეგ მამაკაცებს. კი, და მან დადის ერთი ქალი, როგორც მივხვდით, ცივსასმელებს ყიდის და საუბრობთ ისინი არიან ერთად და ძალიან დიდი კალათ აქვს, რაღაც საგორიალო კალათ აქვს და არის ხანში შესული. უზარმაზარი ქუდი აქვს, იმიტომ რომ მზისგან მოიჩრდილოს სავარაუდოდ, მაგრამ სახე ქონდა ძალიან დამწვარი და უკვე მესამეჯერ რო დავინახე, მივხვდი რომ ანუ მან ცხოვრობს ეს ქალი და ძალიან შემეცოდა. რუს ტურისტებისთვის გადაწერილი ისტორია. ხო, ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, ჩვენამდე მოვიდა ყოველ შემთხვევაში და ვიცი რომ შენ ამ სფეროში ხარ და ვიცით უბრალოდ ორივემ რომ შეიძლება გაგონილი გქონდეს, რომ რუსები მოდიან თავიანთი გიდებითვე, რომლებიც ისტორიის ისეთ ვერსიას ყვებიან, რომელიც არ მომხდარა და თვითონ შეთხსეს. გაგიგია რამე მსგავს. კი, ხშირად არის ეგ და სხვათა შორის წლების წინ როცა შემომყვანზე ვმუშაობდი, ეგ ძალიან მაღაზიანებდა ხოლმე და ვფიქრობდი რომ საშინელება იყო, მაგრამ მე გადავედი გამოყვანზე და მივხვდი რომ ქართველებიც იგივეს ვაკეთებ სხვა ქვეყანაში. მაგალითად ახლა არ დავასახელებ ერთ-ერთ ცნობილ ინფლუენსერს და ყველაფერ ჩიქს, რომელიც ისეთ უცნაურ ამბებს უყვება ადამიანებს და თან უხარია და მე უბრალოდ ანუ პრობლემა კი არ არის თუ ადამიანებს ვეტყვით რომ ეს ტყუილია და სიმართლეს არ შეესაბამება და ეს ხუმრობა. უბრალოდ ამას რო არ ვამბობთ, მე იქიდან ვიღაცა მიხვდება ამ ხუმრობას. ვიღაც სერიოზულად მიიღებს და მართლა ჩათვლის რომ იქ რომეო და ჯულიეტა მართლა ცხოვრობდნენ სახლში სადაც ეგ მაგნაცილს შეგეთახმებით თუმცა მტერი რო წერ შენ ქვეყნის ისტორიას ისე რომ თითქოს შენ მტერი არ არის და შეიძლება პირიქითაც შედარება გავაკეთე უბრალოდ მინდოდა რომ ის მეთქვა ეხლა რა შეიძლება რუსებს ეხლა რა შეიძლება რუსებს რა ცალსახად მე მაგით ვთქვი დასაწყისში რომ კარგი და ცუდი ანუ ყველა რუსი ჩემთვის არის რაღაცნაირად პუტინიც რა იმიტომ რომ როცა შენ მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ხა არ მინდოდა პოლიტიკა გამერია მაგრამ როდესაც შენს თავრობაში არის ქოცი შენ გარკვეულწილად ქოცი ხარ იმიტომ რომ სხვანაირად მაშინ ხო ყველაფერს გააკეთებ იმისთვის რომ ეს შეცვალო ჩვენ უკვე მესამე არჩევნები გვიწევს ხო როდესაც ერთი და იგივე მთავრობა
ვიწევს რო ყავდეს. რუსეთში ეს რამდენი 10 წლეულია გრძელდება, რაც მე ვარსებობ, პუტინი არსებობს, ხო? ამიტომ მე მგონია რომ ყველა რუსი კი პუტინი არის, მის იდეოლოგიას გარკვეულწილად იზიარებს და ზუსტად იმიტოა ის იქ სადაც არის. იმიტომ რომ სხვანაირად ყველგან ყველა ქვეყანას რო გადავხედოთ 10 წლეულებს, ყველგან იყო ყველანაირი რევოლუცია. ყველგან შეცვალეს ადამიანებმა ის რაც არ მოსწონდათ, მაგრამ რუსეთში როგორც ჩანს, მაინც შინაგანად მოსწონთ და ეს ხო, ამიტომ რუსები რო გადაწერენ ისტორიას, მე მგონია რომ საერთოდ აი თურქეთმა ბოლო პერიოდი ძალიან კარგი კანონი მიიღო თავის ქვეყნისთვის და ხალხისთვის, აკრძალა ის რომ მის ქვეყანაში ჯგუფად თუ გადაადგილდები 5 კაცზე მეტი თუ ხართ, მეგობრებიც რო წახვიდეთ და სტამბულის ტურისტულ აქტივობებთან ჩაიაროთ მეგობრებმა, ტურისტული პოლიცია მოვა და კითხავთ სადაა თქვენი გიდი. და თუ ეს თქვენი გიდი იქ არ იქნება, ჯერიმას ექვემდებარება. ძალიან საინტერესოა. ხო, ანუ ეს ძალიან კარგი რაღაც გააკეთეს, ერთი რომ დასაქმება შეუწყეს ხელი, მე მაგალითად კაბადოკიაში პირველად ეგ რომ მომთხოვეს და გიდი რო ავიყვანი და $100 უხდიდი ყოველდღიურად ამ გიდს, ელემენტარული უნარებიც კი არ ქონდა, მაგრამ იძულებული ვიყავი და უხდიდი, ანუ ამით გააკეთეს ის რომ სადღაც გორემეში შექმნეს რაღაც ახალი პროფესია, მე შეიძლება ამით უკმაყოფილო ვიყავი და თვლი რომ ის თანხა წყალში გადავყარე, მაგრამ მეორედ ხმაინც ჩავდივარ, იმიტომ რომ ჩავდივართ მოთხოვნაა და შესაბამისად, იმიტომ რომ იგიდი არ მოგწონს, ამას ვერ აიკრძალა ადამიანი და ნელ-ნელა ხა იმის მერე წლები გავიდა და ამ ადამიანებმა ალბათ რავი დახვეწეს უკვე მე აღარ ყოფილვარ, მაგრამ იგივე სტამბულში სადაც დავდივარ ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ საქართველოსაც ეგ პოლიტიკა უნდა გაატაროს მით უმეტეს პატარა ქვეყნებში ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს ხო არ არის რაღაც ახლა ისეთი თურქეთივით მასშტაბური ქვეყანა, რომ რაღაცას ვერ გაუმკლავდე და თუ სურვილი არსებობს და ნება ვერ გაართვა თავი და საქართველოში განსაკუთრებით ეს მე ავკრძალავდი კატეგორიულად რუსებს, რუსგიდებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გქონდეთ გიდობის უფლება. ეგ კი არა, მე რომ მკითხო, ბევრი გიდიც საერთოდ მოსაშორებელია ქართველიც, იმიტომ რომ იმდენად რუსეთუმე გიდები არიან, რომ საერთოდ არ ჭირდებათ იმათ რაღაცა დამატებით. ისედაც ისტორიის გადაწერა თვითონ ჩვენივად გამოსდის და ისედაც ისერბილად ესაუბრებიან ამ რუს ტურისტებს, რომ მოკლედ, არ ვიცი, ძალიან დიდი ტკივილია ტურიზმის. როგორც ტუროპერატორი, როგორ მოგწონს ქართველი მოგზაურების კონტენტი. ქართველი ინფლუენსერი მოგზაურობის კონტენტი. ხო, ზოგადად ბევრი მოგზაურობს და ბევრი ეგეთი კონტენტი. ულახდილად რო გითხრათ, არ ვუყურებ. საერთოდ აი ხანი მეგობრებს ვეკითხებოდი ეს YouTube-ი, მეთქი რატო უნდა უყურო YouTube-ს? დღემდე ვერ ხვდები, არ ვუყურებ, მართლა გეფიცებით არ ვუყურებ არანაირ კონტენტს, გარდა პროფესიულს. ოღონდ ისიც უცხოვრენოვანს და რატო გეტყვით? რამდენჯერაც ვცადე და ჩავრთე ვინმე, მათ შორის ძალიან ცნობილი ქართველი ინფლუენსერი, იუთუბერები, სულ ტელეფონი მიჭირავს ხელში და დაძაბული ვარ, რომ რამე მცდარი ჩემ ტვინში არ ჩაიბეჭდოს, იმიტომ რომ ცუდი მეხსიერება მაქვს, აი რაღაცნაირად არის ჩემი ტვინი მოწყობილი, რომ ერთხელ რაღაცას თუ დაიმახსოვრებს, ვეღარ შლის. თუ გადავამოწმე მერე და მივხვდი რომ ეს მცდარია, მაინც ის პირვანდელი ვერსია მაქვს, აი ასეთ შეცნობებს ხშირად უშვებენ? ძალიან ხშირად. საქართველოში რაზეა ხა მოთხოვნა, რომ მომხმარებელს, ანუ მაყურებელს სჭირდება რაღაცა სანახაობა, შინაარსი არ აინტერესებს, აი კარგი ვიზუალი იყოს და საკმარისია და იმას, ვინც ამას აკეთებს, სჭირდება ფული. ხო. მეტი აქ არაფერი არ ხდება. მეც ვთქვა შეიძლება ჩემი აზრი. მე ვუყურებ ხოლმე პერიოდულად სხვადასხვა მოგზაურს, იმიტომ რომ ეს მომწონს, სადაც მე ვერ მივდივარ სხვა რომ მედის და მარჩვენებს, მაგრამ ძალიან დიდი განსხვავებებია შიგნით მათ შორის რა და მე არ მომწონს, როცა ვხედავ ლამაზ კადრებს, ანუ ეს ყველაზე მეტად მომწონს პირიქით რეალურად, მაგრამ ამ ლამაზ კადრებზე რო ვიკიპედიას ტექსტიდებს, ეს არ შემიძლია რა. კატასტროფალი. ადამიანები რო არიან ეგეთ. აი კაკო არ აკეთებს მაგას მაგალითად experience-შია და ამაში შევყავარ და ეს მომწონს და უფრო მაახლოებს იმ ადამიანებთან, ვისთანაც არის და ზოგი ძალიან ვიკიპედია და ვიკიპედიაში ჩემითაც წავიკითხავ და იმ ვიდეოს ჩემითაც ვნახავ საერთოდ რაღაცა უნდა მაჩვენო. მე მართალი რო გითხრათ, საერთოდ ყოველთვის ვცდილობ რომ ქართული ვიყიდო, ქართული ვნახო და ამ შემდეგ, მაგრამ YouTube-ს რაც შეეხება, მხოლოდ ინგლისურენოვანი და მხოლოდ გამორჩეული ადამიანი მყავს რამდენიმე, რომელსაც უსმენ და ვიცი, იმიტომ რომ ისინი წიგნებსაც გამოსცემენ, ის კი არ არის რომ მხოლოდ რაღაცა. მე ზოგადად ესე მივდექი პროფესიულად, როცა ტურიზმში შემოვედი, რომ ჯერ უნდა მენახა საქართველო, მერე მეზობელი ქვეყნები, მერე ისეთი ქვეყნები, რომლებიც ნაკლებად ვაუ ეფექტის მომხდენია და ესე მივყვები ჩემთვის და იმ ადგილსრობა ჯერ არ მქონია რა. საქართველოს დავიწყე და მე ნაკლებად საინტერესოთი და მე ვაუთი, ხო? ეს არის ქრონოლოგია. შენ რო იყო რაღაცა ცენტრალურ ევროპაში დაპატებული ხამი, ან სადაც სხვაგან შორს საქართველოს რომელ კატეგორიაში შევიდო და აქედან. რო ავიღოთ მთელი მსოფლიო გლობუსი რო ავიღოთ და
თუ ხარ ნამყოფი სხვა ქვეყნებში, აი ხა ძალიან ხშირად იციან ხომ რომ საქართველოს მაგარი ქვეყანა არ არსებობს. აი ჩემ მგზავრებიც ჩემთან ერთად ტურზე არიან და მაინც მაგას ამბობენ ხოლმე და ხანდახან ეს გავხედავ ხოლმე რომ ბიჭო ანუ ჩემში ვხედავ ხოლმე რა პრობლემას რა. ანუ ეთქობა ეს ქვეყანა კარგად ვერ დავანახე. ნუ ძალიან რთული არის ხა 60 ქალაქს რო აჩვენება ამითი ზოგადად ქვეყანას წარმოადგენა შეუქმნა, მაგრამ მაინც აი მგონია რომ შვეიცარიაში რო იმოგზაურებ ის არ უნდა თქვა რომ აი საქართველოსნაირი მთები არავის არ აქვს. აი გვერდით. აი რაღაცა ის არის რა. საერთოდ ცოტა დატოლება არ მომწონს მაგას. არც მე არ მომწონს და მგონია რომ ყველას თავისი ხიბლი აქვს და მე არც სომხეთს არ ვადარებ არავის მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ვფიქრობ რომ ყველაზე დაბალ იმასშია რა კატეგორიაშია ინფრასტრუქტურის კუთხით და ისტორიულ ნაწილშიც მათ შორის აი რაც აქ შემონახული რა ეს ალბათ მე ვფიქრობ რომ აი თუნდაც ცენტრალური ევროპიდან ჩამოსული ადამიანისთვის აქ ქართული ავთენტურობა თუ მოახდეს გავლენას იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული იქნება მაგისთვის თან ევროპული და თან განსხვავებული არა ხო აი ნახე როგორ რაღაც წლების წინ მახსოვს აი კადრი არ მომდის თვალიდან საქართველოში სააკაშვილის პერიოდია და მე ჯერ კიდე ბავშვი ვარ ტელევიზორს ვუყურებ უბრალოდ ანუ არც ტურიზმზე ვსწავლობ არაფერი შეხება ტურიზმთან არ მაქვს და გადაცემა არის რაღაც რუსთავიორზე გადის თუ სწორად მახსოვს ანიმეზე რა მნიშვნელობა ტურისტებს ჩამოართვეს ინტერვიუ რომლებიც თუშეთში არიან და რაღაცებს ეკითხებიან და ესენი არიან აღფრთოვანებულები რომ ჩვენ დროში ვიმოგზაურეთო რა და ჩვენც გაგვიხარდა ეს კომპლიმენტად მივიღეთ მაგრამ რაღაცა კუთხით ეს კომპლიმენტი კი არ არის იმას გეუბნება რომ პაპუასი ხარ ახალი გვინეიდან საცხოვრობ გზაშენ არა გაქვს დენიშენ არა გაქვს რაღაც კუთხით შეიძლება კარგია აი სადღაც რომ მიდიხარ ინტერნეტს რო გამორთავ და ტელეფონს გათიშავ ეს ძალიან კარგია მაგრამ არჩევანის საშუალებას უნდა გაძლევდეს ქვეყანა რა დღეს ტურიზმი აღარ არის ის რაც ადრე წლების წინ ადამიანებს წარმოედგინათ რომ უნდა ყოფილიყო ან იყო ანუ ადამიანებს ელემენტარული მინიმუმ უსაფრთხოება უნდა შეუქმნა იქ სადაც ეპატიჟები ხო და ამიტომ მგონია რომ ამ კუთხით საქართველოს ბოლო წლები განსაკუთრებით ძალიან გაუჭირდა რა მათ შორის არ ვუფრთხილდებით რაღაცებს და ძალიან ვამახინჯებთ და ვუცვლით ხიბლს ვუკარგავთ ის კი არა რომ პირიქით შევძინოთ ვუკარგავთ ხიბლს აი ოკაცეს კანიონს რაც დამართეს ჩააბეტონეს აი მხოლოდ ბუნების ძეგლი ხო უკარგესი ადგილი ბეტონად აქციეს თამაში ამოვიდა იო რამდენი ხანია მე არ მიყვარს ხოლმე გამოიცანი ქვეყანა გამოიცენ ქვეყანა ასე ქვია თამაშს წესებიც ავხსნათ წამყვანი გაძლევს მინიშნებებს ქვეყნების დამახასიათებელი ნუ კერძების ადგილობრივი ტრადიციების ფესტივალების ან რამე უცნაურობების ან ცნობილი ადამიანების შესახებ და შემდეგ გამოიცნო რომელ ქვეყანაზე ეს მე გეჯიბრები და ვერ შერცხვები საყვარელი კერძი ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი კერძი არის მიტპაი ან ვეჯიმაიტი ეგეთი სახელი თუ თაილანდი? ეხლა გავაგრძელებთ ნელ-ნელა და რა ტრადიცია აქვთ ის რომ აი შობის დღესასწაულზეც კი ბარბეკიუს აწყობენ. ანუ გადიან რაღაცა სივრცეში და აწყობენ. აქვთ ვერ დავაკავშირე ეს მიტტაი და ბარბეკიუ ერთად. აი არის ძალიან აზიური რაღაცა და ბარბეკიუ აზიაში. Next. ანუ ნახეთ ზოგადად და ახალი წლის ფეიერვერკი აქვთ რაღაც აოცრება დამახასიათებელი აი ავსტრალია ხო ჰიუ ჯეკმანზე მეუბნება სიდნეი უნდა მეთქვა და სიდნეის ახალი წლის ფეიერვერკი იყო და ეს ამოვიდა სიტყვა ეს ძალიან საოცრება არა მიქსი არის ყველაფრის მაგრამ ჩემთვის მარტო მწერების მixთან ასოცირდება ავსტრალიაზე მე რა მახსენდება იცი სპეციალურად ვიყიდე კეპი რა ავსტრიაში მოგზაურობისას ვიყიდე კეპი იქ ძალიან ხუმრობენ ხოლმე ესე ყვითელი ნიშანია კენგურუ ხატია და ავსტრალია არ ვართ ავსტრიაო რა და სპეციალურად ვიყიდე იმიტომ რომ მთელი ცხოვრება არის ეგორი ქვეყანა მეც ისევე მეშლება როგორც მთელ დანარჩენ სიტყვიერად ხო ძალიან გასხვავებული კიდე რაღაც ბევრი ეგეთი რაღაცები მაქვს რაც სიტყვიერად კი რატო არა ყველგან წავიდოდი ისადმე რამე არის ოღონდ აი ეს ველური ბუნების ხო ამბობენ ხოლმე რომ იქ არ წავიდოდი აქ არ წავიდოდი ეგეთი რაღაცა ჩემთვის არ არსებობს მე ავსტრალიაში შევხვდებოდი ახალწელს პლაჟზე საცურაო კოსტუმით მე ზოგადად მწერებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი პრობლემები და აი მასეთ ადგილას გამჭირდებოდა წასვლა აქ კოლხეთის დაბლობში ვერ წავედი მგონი ესე ყველაფერი მოგვარება გავაგრძელოთ კერძი დამახასიათებელი არის full medamesi ბოსტნეულის კერძია ნაყოფი რო არ ვარ ზუსტად ფესტივალი არის აბუ სიმბელის ტაძარში მზის ფესტივალი გამომდინარე ნეპალი ხო არა მზის ფესტივალი არის კითხე არა მზის ფესტივალი იქნება ტაილანდში უცნაური ფაქტი ან არ ვიცი რაღაც ეგეთი არის ის რომ კატები ერთ დროს აქ იყვნენ ღვთაებები ის ვერ იქნება ანუ აზიას არ მართლა არ ვიცი კატები რო ღვთაებები იყვნენ მაგით რაღაცას ხვდები მაგრამ კიდე თქვია ცნობილი ადამიანი არის კლეოპატრა
ეგვიპტე ხო? მე არ ვთქვი უბრალოდ არ მეგონა ეგეთი მარტივი რო იქნებოდა. არ არის ძალიან რთული. კერძი არის ფეიჟოა და შავი ლობიო ხორცით. ტრადიცია ცეკვა, ბრძოლის ნაზავი კაპოეირა, მაპატიეთ. ამას მე ვიტყვი, ქვეყანაში 4 მილიონზე მეტი ფეხბურთის მოედანია. ესპანეთი. რიო დე ჟანეიროს კარნავალი და ცნობილი ადამიანი პელე. დაგვემთავრებინა, ხო, მარტივად მეხდა. თქვი ქვეყანა და შენ იყოს ქულა. ორი-თორი იქნება და მე გადამწყვეტი. ლეონი არაფერს არ უთმობს. ბრაზილია. თუ ხო კი, ბრაზილია. გადამწყვეტი რაუნდი. გადამწყვეტი რაუნდი. და მარტივია. კი, მარტივია. თავიდანვე მარტივია რა. კერძი, სუში, ტრადიცია, ჩაის ცერემონია, ფესტივალი საკურას ყვავილობის ზემი, ყოჩახ ლევანი. ეხ დამიტბე ხო? და მე როგორ გამიხარდა? მოვუგე ტუროპერატორს. სუში ჩემი საყვარელი კერძია ხდა. მე კორეული რატომ ახსოვდა სუში, არა? კიდე თამაში ამოვიდა, რომელსაც ქვია bucket list. blacklist. სწრაფი თამაშია, წამყვანი გეუბნება ადგილს, აქტივობას ან გამოცდილებას და შენ უნდა გადაწყვეტო ამათგან რას გააკეთებდი, ნახავდი, ისურვებდი და რას არასდროს იზავდი ან არ დაინტერესებოდი ან არ გააკეთებდი. მოკლედ რაღაცა ფესტივალზე. რაღაცებს ჩამოგითვლი და სწრაფ-სწრაფად უნდა მითხრა. მოდი ჩვენც ვპასუხოთ, საინტერესოა. ბანკოკის ქუჩის საჭმლის გასინჯვა. აუცილებლად. ჩერნობილის ტური. შენ თუ იზავდი მაინტერესებს. ალბათ გავსინჯავდი რაღაცას. ბანკოკის რომელი? ანუ ეგ ძალიან fast ჩინური ბაზრები. ძალიან დიდი ბაზრებია. დინარეზე ბაზრები და რაღაცა. კი. და სხვა შორის ისინიც კი მაინტერესებს, გამხმარი მწერები მაინტერესებს. გონია რომ კაი საკრატონია. კი, მე კი. მე არა. მეც ვერ. მაგრამ რაღაცას გავსინჯავდი, ხა ხელზე თუ ჩავედი. ჩერნობილში იმოგზაურებდით ტური. კი, მაინტერესებს რატომ. მეც შემერთი თუ უცნება სხვა შორის ეგეთი ადგილები უფრო მიზიდავს. მე არ ვიცი, დავფიქრდებოდი. მე მომწონს ძალიან. საჰარაში ღამის გათევა კარვით. მე არა. აუცილებლად. საჰარაში რა უჭირს? მე კი. მე კარავს უჭირს, ვერ ვიტან კარვებს და ეს ადგილები სადაც საფერფერში დაბაზანა არ მოყვება. კაი, ღამე არ უჭირს. არ მოკლავდა. ერთი ღამეც ვერ დავრჩები. აქტივობები ინგლისში არის ესეთი ჩიზ როლინგი, ფერდობზე ყველის დაგორება და მე მისდევ მაგას. გამაგანია. კი. მინახავს ვიდეოები და მაგას გავაკეთებდი. მე არასდროს. ახლა შეიძლება გაგლახონ. მაგიმეში. მე არ მიყვარს არანაირი ფიზიკური აქტივობა და ყველს მადლი ფულიო გადამიგდო რაღაც 1000 ლარი რო გადააგდო გაკიდება დამეზარება და ყველს ვერ გავეკიდებ. გაგიჭირდება ლევან და ნახავ როგორ გაგიჭირდება. შემდეგი ამაზონის ჯუნგლებში კაიაკით გასეირნება. აუ, ჩემი საყვარელი აქტივობა არის ზოგადად კაიაკი ესე. მართლა? შენ თროსოვე გარი ხო ესე რო ჭდები და პირამიდები რო არიან? ეგ არის მთელი მუღამი ალბათ. ანუ თუ კაიაკი დაშვებულია, ესე იგი უსაფრთხოა. მე არ ვარ ექსტრემალი ადამიანი. ძალიან დიდი სიამოვნებით წავიდოდი ამაზონში და რაღაც ტომებს რო რაღაცა გველები დაიჭირეს და ექსტრემალურიაო, ანუ არც ეგ არ არის ექსტრემალური. აი, კარგი ვიდეო იყო ეგ. არა, კარგი კი იყო, მაგრამ ექსტრემალ, ანუ ის არ არის, რომ საფრთხე არის იქიდან, ანუ საფრთხე არ არის რა, რომ გიკბინოს. ეხლა როგორც ლომთა რომ მიდიან და ეფერებიან ხოლმე აფრიკაში და აზიის კონტინენტზე, ანუ გათიშულ ლომს რო ეფერები. ჩვენი ფლორის და ფაუნის გათვალისწინებით ჩვენს ეგრე აღიქმება მაინც. ხო, ანუ მაგას ვიძახი რა, აღქმის ისე ამაზონში წავიდოდ ძალიან დიდი სიამოვნებით, მაგრამ კაიაკზე არ დავშდებოდ. მე არ ვიცი. აი, ჩემთვის ექსტრემი არის, გეტყვი, ერთადერთი ექსტრემი ჩემთვის არის გადმოხტომა. აი, პარაშუტი რო არ გაიხსნას, რა შვები, სულ მაგას ვფიქრობ. ამიტომ აი, მაგას ნამდვილად არა, მაგრამ გველით აი, მაგას გავაკეთებდი უფრო. აი, ჰაერის უფრო არ მეშინია. აი, ქვემოთ რო ვერ ვხედავ ვერაფერს, აი, წყლის მეშინია მაგის გამო. მე სულ მგონია, რომ პარაშუტიდან გადმოხტომისას სახეზე რო ძალიან დიდი რაოდენობით ჰაერის ნაკადი რო ხდება და რო ვერ სუნთქავ, უეჭველი ხო ეგრეა რა. თვალებსაც ვერ ახელცრებლებ, მაგას აი, ეგ მეზარება ამ რას უჭირო. სხვათა შორის ბუბაში გადაიხადა უზარმაზარი თანხა ვიდეოებისთვის, მეთქი კონტენტისთვის, სოფო მიდი გადაიყულდე ბურჯ-ხალიფადან, ნუ ბურჯ-ხალიფადან არა, გვერდით ობსერვატორია და იქიდან საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა. ვასწავლები 900 ლარამდე და მე არ ვარ ის ადამიანი რამეში ფულს რო გადაიხდის და არ გამოიყენებს აი მართლა კუბოში და გადავხტარიყავი? არა, უნდა გადავკიდებულიყავი, ეგეთი ის. რა კიდეზე მიდიხარ და ესე გადმოეკიდები და მულიხარ ყველაფერი 1000%-ით უსაფრთხოა. ემირატებს რო ეხება საქმე, იქ არაფერი არ მოგივა. გადავიხადე ფული, უკანაც არავინ არ დაიმბრუნებდა ვიცოდი, მაგრამ რომ მივედი იქ, არა მეთქი შენჭირე. ფინეთში არის ესეთი აქტივობა, ცოლების ტარების მსოფლიო ჩემპიონატი. მამაკაცები მეუღლეებს ზურგზე იკიდებენ და ზურგზე იკიდებენ და ეგრე დარბიან, ეჯიბრებიან სერგულში ერთმანეთს. აუცილებლად მოვიკიდებდი. შენ მოიკიდები? თუ უნდა მოვეკიდო, არა, ისე იყო კითხვა და მოვიკიდო თუ მოვე. რა ვიცი, როგორც კიდე. აქწერია რომ მომიკიდონ და მე არავის არ მოვიკიდებ, წელი ბაწუხებ ჩემო კარგო. მე მოვიკიდებ. მე არ ვფიქრობ თავს. შორის სულ ამბობ ხოლმე რომ
რომ საყვედურობენ რატო არ თხოვდები. ანუ ჩემზე ძლიერ მამაკაცს თუ ნახავ უცებად გავყვები. ანუ თუ მის სურვილიც იქნება რა, მაგრამ ვერ ვნახე ეგეთი და ამიტომ მე მომიწევს მოკიდება უეჭველი. მე არ ვიგრძნობდი კომფორტულად თავს ჩაყჭაყიდე რაც მე ძალიან მეძრება. ნუ ეხლა თავგადასავალია რა. კრუიზი გვაქვს ოღონდ ამჯერად 100 დღიანი მსოფლიოს გარშემო. აი კრუიზებზე რა აზრიც ხართ საერთოდ? კრუიზები მეზღება, მაგრამ ეგ ისეთი მარშრუტია რომ მეც გონია რომ კრუიზი არ გამისწორდებოდა რომ არ მოგატყუო რა ეს. ერთი და იგივე ჭანჭყარიც და ერთი და იგივე სივრცეც და ასე შემდეგ, მაგრამ მსოფლიოს გარშემო წავიდოდი. ნებისმიერ ეგზით. აი ის კრუიზებში ხო არის ფასის მიხედვით განსხვავება ფანჯერაც რო არ აქვს. კი, კაიუტიანი იყო, ჩემ მაგალითად კაიუტიანი კი რაიუნიანი კაიუტა იყო, მაგრამ მაინც ჯოჯოხეთია ჩემნაირი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ეს რყევები რო იძახდნენ, სულ წამლების რიგში ვიდექ, იმიტომ რომ იქ რაღაცა ამბებს გაძდა. ანუ მე იმ კრუიზიდან არაფერი არ გამიგია, პირდაპირ ვამბობ, იქ წამიყვანეს, იმიტომ რომ რაღაცა კონტენტი შემექმნა და მე ეს პაკეტი გამეყიდა და ვიდეო ჩავწერა, სადაც ადამიანებს ვუბნები როგორ ცუდია კრუიზი. ანუ ვერაფერი ვერ გავყიდე რა. ანუ უნდა გაყიდო რა ჩინ არ მოგეწონება, ხო? მიუხედავთ იმისა, რომ ვეცადე რომ ნეიტრალური. ცუდად ხდებოდი, აი იმდენად ცუდად ხდებოდი, რომ ერთი ეგეთი შემთხვევა მქონდა, რომ ვერ პოულობ ოთახს და რომელი ოთახიდანაც უბრალოდ წყვილი გამოდიოდნენ, მეთქი 1 minute შევედი სხვის ოთახში. მოკლედ მოწესრიგდი და გამოვედი. აი, იმიტომ რომ იმ წყობა გაგებით მოეკიდა. ძალიან გაგებით, იმიტომ რომ იქ ეგ ძალიან ისეთი ჩაულებული. ყოველი მეორე ასეთ მდგომარეობაშია. ყოველი მეორე. არა, მაგრამ იაპონიაში არის Baby Crying Festival. სუმოს მოჭიდავებით ცდილობენ ჩულები სწრაფად აატირონ და შეერათ რომ ეს კარგი არის მათი ჯანმრთელობისთვის. ჩემი საყვარელი საქმიანობა, ან ჩემი დიშვილების რაც მიყვარს არის ის რომ მათ რო ისე ვექცები რომ მათ ტილს ვიწევ. ამიტომ აუცილებლად მართლა ძალიან ესე ჭკვიანი ხალხია იქ რა. წინარიგებში იდგება ჩინეთის დიდი კედლის ფეხით გავლა ბოლომდე. აუცილებლად. ჩრდილოეთის ციალი. ვისნახო. ჩვენს კომპანიას Milky Way ერთ-ერთი კიდე მიტყვია რომ ეგეთ რაღაცებზე ძალიან. და ამ ხიერულ ნოტაზე გადავიდე ჩემზე კითხვაზე. სიამოვნებით. რამე არ უნდა დარეჯექტდეს კაცო? რას ვერ აპატიებდი საყვარელ ტურისტს? ვერ პატიობ ხოლმე რაღაცაზე ფუფს რო ამბობენ, ძალიან მომახსოვდება. საჭმელზე თუ არა ზოგადად რა, საჭმელზე იმდენად არ ამბობენ ხოლმე თქვენ წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ ევროპული სამზარეულო მაინც მეტნაკლებად მე ევროპაზე მუშაობ. აზიაზე თუ მივდივარ, როგორც ტურისტი ისე მივდივარ. ამიტომ ევროპა არ არის ისეთი, რომ რამეზე იქ კვების კუთხით ფუფ თქვა ძირთად ამბობენ ხოლმე, უფრო ადამიანებთან მიმართებაში და ეგ არის ჩემთვის უდიდესი red flag. მაგ ადამიანს მეორედ ჩემს ტურზე ვერ ნახავენ. და რამე შეუგნები შენიშნის სახით? არა, არაფერს უბრალოდ მე ვიმახსოვრებ. ფუფ, მაგალითად ერთი მაგალითი რო გითხრა, რაზე უთქვით? აი, მაგალითად აზერბაიჯანის ტურები მქონდა ხოლმე წლების განმავლობაში და საზღვარს გადავიდოდით თუ არა, ეგრევე იწყებოდა ფუ ეს თათრები და აი, ჩემი ლისტი მქონდა ხოლმე და ეგრევე, როგორ? აი, ფუს რო იხდი სადღაც რომ მიდიხარ და თუ არ მოგწონს წინასწარ, ანუ რატო? მე მგონია რომ ეგეთ ადამიანებს არც სამშობლო უყვართ და ერთ-ერთი მიზეზი მაგიტო ბლოკავ ხოლმე რა, ეგეთი ხალხი არ შემიძლია რა. და ხო, აი, საკუთარ თავის პატივისცემაც არ აქვს ისეთ ქვეყანაში მიდიან, სადაც აი, უკვე ეგეთი განწყობაა რა. აი, მეთქი ძალიან ხშირად მომსვლია კონფლიქტი სხვათა შორის. ერთხელ იყო საზღვარზე გადავედით მართლა და აი 8 კაცი ამოვიდა ავტობუსში ფუფ ზახილით და მიკროფონი ავიღე და იქვე ვთქი რომ მეთქი თუ აქედანვე ესეთი განწყობით მომყვებით რომ ფუფ არის რაღაცა. დავტრიალდეთ უკან, რატომ მივდივართ, ხო? იმიტომ რომ ახლოს ვართ ბარემ თბილისთან უფრო ვიდრე ბაქოსთან. მე კურიოს ხო ვერ გაიხსენ. ჩემი ესეთი ყველა რაც ალბათ ცხოვრებაში არ დამავიწყდება, იყო ზუსტად მაგლის ბეთანია ბურატინოს ტურია, ჩემი პირველი ტურია. ანუ თან სტუდენტი ვარ, ვსწავლობ, გარდა იმისა რომ უნივერსიტეტში ვსწავლობ, კიდე პრაქტიკებზე დავდივარ ტურებზე, მე თვითონ როგორც ტურისტი რო ვისწავლო და მე მივყვები და ამას მე თვითონაც ვაკეთებ. და მოკლედ ახალი ვარ და არ მაქვს ეს გამოცდილება ქართულ მომხმარებლის გენიალურ შესაძლებლობებთან ტვინის და წაკითხulis გააზრების კუთხით და ტურის პროგრამა მაქვს ესე ვიწყებ რომ რაღაც განსაკუთრებულ ფასად ერთდღიანი ტური ესა 9 ლარად და მაქსიმალური მგზავრთა რაოდენობა 20 ადამიანი. და ეს ახლა საიდანმა გადმოტანილი რომ ძირთად ინგლისურ რაღაცებს აი ინგლისი იყო ჩემთვის ფავორიტი ქვეყანა და ტუროპერატორებიც, ტურისტული კომპანიებიც ინგლისური მქონდა სულ გამოწერილი და ისი როგორც აკეთებდნენ, ხომ მე უბრალოდ გადმოვაქართულე და წამოვიღე და ეხა ხო გინდა მიხვდე რომ ქართველი ამას ისე ვერ გაიგებს როგორც გასაგებია. მოკლედ ქალბატონი მირეკავს სხვათა შორის კერძო სკოლის დირექტორი. ეს ცოტაც მართლა ესეთი დაბალი ფასიაო და ნუ დამეთანხმებით რომ რომელ წელსაც არ უნდა ყოფილიყო 9 ლარი იყო მართლა ძალიან მაგარი ფასი და ამიტომ ეჭვი არ გამჩენია ამას თავში რა უტრიალებს.
კი 20 ადამიანი, კი მეთქი 20 ადამიანზე მეც ვერ წავიყვანთ. ცდილობდი ხოლმე ოდითგანვე, რომ ტრანსპორტში ამდენი ადგილიც იყო, გადასაშლელს კამებს ცხოვრებაში არ გამომიყენები, ანუ სტუდენტიც რო ვიყავი და 17 წელსაც რო ვიყავი, თვლიდი რომ ეს არ იყო სწორი და კი ვეთანხმებით, დილით მოდის ადამიანი 20 ადამიანით და მაშინ გადარიცხვა გადმორიცხვები არ იყო სამწუხაროდ და ხელში მაძლევს ათლარს და ძალიან დემონსტრაციულად თან ისე მადლიერების თავზე გადასმით მეუბნება, აი 17 წლის ვარ. რომ უნდა დაიტოვეო. 9 ლარი ღირდა? 20 ადამიანი მოიყვანა 9 ლარა და მთელი კურიოზი ახლა რა არის, რომ მთელი სტუდენტობა გავატარე როგორ რომ და ლარი დაგიტოვა ჩაი. ლარი დამიტოვა ოღონდ ეხა იმ მომენტში ხა მე ჩემი ტვინი რას ფიქრობს რომ ყველა საერთოდ მოვა და ამ 1000 ლარს მომცევს და ლარი რჩება, იმიტომ რომ თვითონ მარკეტინგულადაც ეგეთი უკვე მოგებაში ხარ. რომ 9 ლარი გვეწერა, მაგრამ 10 ლარია რა. ვინ გამოგერთმევს ახლა უკან ლარს? ისე რატო იყო ასეთი იაფი? ბენზინი არ გჭირდებოდა აი ძალიან დაბალ იმაზე, ჩემთვის ეს იყო უფრო ცოდნის და პრაქტიკის ამბავი, ამიტომ აი იციდან რამდენი შეიძლება დაგრჩებოდა, როცა 9 ლარი. აი ზუსტად გეუბნები მაგტურიდან გრჩებოდა ხოლმე 30 ლარი და 30 ლარი მაშინ 2011-12 წლებში არ იყო ცუდი თანხა, მოდი ასე ვთქვათ. მაგტურიდან მინუსი რამდენი იყო? ხო, ეხლა მთელი ამბავი რა არის რა, რომ თან ხო გეუბნები წერია, რომ მწვადი შედის ფასში, ოღონდ თვითონ მოგცა მწვადე. ან შეუძლიათ რომ შენ დაგავალონ რო იყიდო, მაგრამ ვაი და მოუტეხო ფულის ამ მწვადეში, ანუ თვითონ მოგქონდა ძირითადად და ნუ ფოტო გადაღება. მოკლედ მონახარ ამ ტურზე, ტუროპერატორი და ტურის გიდი ან გამყოლი კი არა ხარ, მონახარ რომ მას მწვადი უნდა შეწოს, ფოტოები გადაიღოს, ტური ჩაატაროს და ბლა 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 და მოვიდა ეს და მგონია რომ ეხა სხვებიც მოვლენ და ამ 1000 ლარს მომცემენ და 17 წლის ბავშვი ხარ, დღესაც რომ მითხრა, ალბათ დღესაც ვერ შევკადრებდი იგივე სიტუაციაში და უთხარი რომ მეთქი ხალბატონო, მეთქი ესე არ არის, მე გვერდით გამიყვანა მომტეხა რომ ეხლა მე ამ ხალხში ვარ შემარცხვინაო, სკოლის დირექტორი ვარო და ამდენი მშობელი და ბავშვი და ვერც მე ვერ მოგცემ, კაცო, ხო ესე გეწერაო, მეც ხო მეთქი ესე მეწერა, მაგრამ ამას ეს არ გულისხმობს და ავიწურე და დავიწყე მოკლედ ტური და ჩემ მძღოლმა შემამჩნია რომ რაღაცა ისე არ მიდის საქმე და მკითხა რა ხდებაო? მაინც წახვედი? კი, აბა, ვუთხარი რა ხდებოდა, იმან გაიგიჟა თავი აუცილებლად თუ ეს ფული უნდა გადაიხადო და ბოლოს იმის დასამშვიდებლად მოვიტყუე რომ მე მომცეს მეთქი და ამიგროვეს მეთქი, მძღოლზე მაქვს 50 ლარი მისაცემი და დამეხმარა ის რომ დედა ჩემი არის ეგეთ წინდახედული ხალი რომ სულ სადღაც რომ მიდიოდა, სულ მთელი ბავშვობა მესმოდა რომ რო ფიქრობდა რომ 50 ლარი მიყიდა, 150 ლარი მიქონდა რა. და ამიტომ ტურზე რომ მივდიოდი ხოლმე ყოველთვის მიქონდა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის 50 ლარი. მოკლედ ეს 10 ლარი და 50 ლარი მძღოლი გავისტუმრე და უკან ეხა დეიდა ჩემთან ცხოვრობდა სახლში პირველი ტურის მე რო ბრუნდები ისეთი ემოციებით მეულდებოდა რომ აბა ეხა ფული შოვე პირველი ხელფასი რაღაცა და მოვდივარ სახლში როგორი სახე ახეული იმიტომ რომ წვადი უწვი შებოლილი ვარ ასე შემდეგ და თან ანუ ძალიან ზრუნავდი ხოლმე ბუნებაზე და იმასთან ერთად რომ საკმაოდ ნაგლი ხალხი აღმოჩნდა არც თუ ისე სუფთები არ აღმოჩნდნენ და კეთილგანწყობინები ბუნების მიმართ ამიტომ ყველაფერი რაც ჭამეს იქ დამიყარეს ავდექ მე ეს პარკებით მოვაგროვე და სახლში ისეთ დაღლილი მოვედი რომ ურნა ცოტა მოშორებით იყო ხოლმე კორპუსთან და ვიფიქრე რომ შეიძლება სახლში ავიტანო და დილით ჩამოვიტანო ვიდრე ეხლავე ამდენივე არა მეთქი და სახლში მივდივარ ნაგვით და ხელსარიელი პირიქით ნაგვით 10 ლარით და ჩემმა რომ კითხა აბა როგორ ჩაიარა კარგად მეთქი ყველაფერმა კარგად ჩაიარა დღემდე გონია იმ თავს რომ მე იმ ტურიდან ანაზღაურები დავბრუნდი ამ დროს პირიქით ჩემი ფული დავდე და ნაგვით მოვედი სახლში. უშიც რა ნაგლია რომ ბავშვი დაინახა და იმენა. ხო და მე ამაზე მეცინება, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა მასწავლა მე მაგერთმა კონკრეტულმა შემთხვევამ რა. ეხლაც გერიდება რაღაცებს ვიზა. კი, ანუ ეხლაც მეგობრობა ადამიანების ხო არა არის ის რაც ვერ ვისწავლე რა. ამიტომ მაგრამ მაგ ტურს ხო არ ჩაატარებდი ამასაკში. მაგ ტურს არ ჩავატარებდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იგივე სიტუაციაში იგივენაირად მოვიქცეოდი, მაინც ვერ მივაწყვებოდი ესე ვთქვათ. ფაიმე, სად არის შენი ტურები ერთი? ამიტომ კარგი არის ის რომ ქეშზე აღარ მუშაობთ რა. წინასწარ საქმე შეეხება ქეშს, აი მაგალითად ტურის განმავლობაში თუ რაღაცა ფულის აგროვება მიწევს, მთელი ჩემი ხელფასი წასულია, ამიტომ. უარს ვერ ეუბნა და ქეში გაუქმა. და გონებაში რაღაც ბზაკრული გეგმები დავსახე, რომელ ქვეყნებში დავდივართ? ევროპას დაადეთ ხელი. კარგი, ტოპ 3 თვისება უნარი, რაც მოგზაურს სჭირდება. ადაპტაციის უნარი აუცილებლად, კეთილგანწყობა კულტურის, ადამიანების, ყველაფრის მიმართ და მიმღებლობა იგულისხმება. მიმღებლობა, ხო. აი ჯგუფში რო არის ხო სადღაც ერთად დადიხართ და ერთი რო ვერ დადის ეგ ხო პრობლემაა. სამბედნიეროდ ადამიანებმა ეგ გაიგეს და მიიღეს რომ ჯგუფური ტური ეს არის დატვირთული სანახაობრივად და აქტივობით ფიზიკურად და აღარ მოდიან რა, აღარც გაკითხავენ, ან თუ მოდიან მაინც აზუსტებენ რომ აბა რამდენი გვაქვს სასიარულო. საშუალოდ ხა 8 კილომეტრს თუ არ არის მგზავრი ჯგუფურ ტურზე არ უნდა წამოვიდეს. 8 კილომეტრს არა უშავს. ხო, ანუ არ არის. აი დანდილევან ცოტა 14 ავიტანა ერთხელ, მაგრამ მართლა ძალიან სუსტად ვიყავი.
აი მე თან პრაღაში ძალიან ცოტა ძალიან ისმეც ძიმე ფეხსაცმელი და თან ყინავდა და თან თოვდა ყველაფერი ერთად ხდებოდა და ძალიან დავიღალე აი ბოლოს ხდებოდი რომ სველკიბეზე დავჭექი ისე ცუდად ვიყავი რომ აი ოღონდ ეხლა ცოტა ხანი სამთარი იყო ხო კატასტროფა და თან მანამდე 4 დღე უკვე ნასეულები მქონდა 12 კილომეტრი და აი ბოლო დღეს ვეღარ შევწელი მე ზაფხულში ვიარეთ მე შემეგობრა 18 კილომეტრი ოღონდ მე 11 დღეს აღარაფერი აღარ გვინდოდა და თქვენ წარმოედგინეთ ტუროპერატორისთვის იგივე ჩემთვის ნებისმიერი ტური მინიმუმ 24 კილომეტრიან დღიურ მას მოიცავს რა სიარულს დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოს რომ ქვეყანაში და რა პერიოდში იმოგზაურებდი მე-19 საუკუნის ინგლისი მინდა. ჩემი საუკუნე მგონია რომ არის მე-19 საუკუნის ბოლო და მე-20-ს დასაწყისი. აი თინეიჯერობას გავატარებდი მე-19-ის ბოლოს, ანუ პირველ 18 წელს. რა გიზიდავს? აი ის როგორ თქვა, დამოკიდებულებები, რაც წამიკითხავს და მინახავს, რომ მაშინ იყო ერთმანეთის მიმართ მათ შორის ჩაცმის სტილიც ძალიან მიყვარს და საქართველოში ყველაფერს რო არ დასცინოდნენ, ალბათ ისე ვილიდი, როგორც მე-19 საუკუნეში დადიოდნენ ინგლისში. წერლობა, ხატრობა. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ყვევი, ისიც რო ვიცი, რომ იმ საუკუნეში ძალიან დიდებული ადამიანები ცხოვრობდნენ, რაღაცა საინტერესოა ჩემთვის რა. შეიძლება გლეხი ყოფილიყავი დიდი ალბათობით მე ჩემი ბედი რო ვიცი და ვერასდროს შემთხვევითაც ვერ შევხვდებოდი იმ ხალხს, მაგრამ ნახაცას ვერ ნახავდი. ხო, ძალიან დიდი ალბათობით, მაგრამ მაინც მირჩევნია რომ მაგ ეპოქის ვიყო, ვიდრე ეს ჩემთვის არ არის ეს პერიოდი რა. კონკრეტით არჩეული კითხვა, რომელიც დარეჯექთ და ერთი იყო თამაში და ერთი შეკითხვა, მაგრამ რას ვიზავთ? ძალიან საინტერესო იყო შენი ყველა პასუხი და ყველა აქტივობა და შენი ჩართულობა და დიდი მადლობა რომ მოხვედით და დაგვით. ეს რო გენახა YouTube-ზე რომელსაც არ უყურებ, გამოიწერდი? არა. ძალიან დიდი მადლობა მშვიდობებით. თქვენ სოფოს არ დაუჯეროთ, გამოგვიწერეთ და შევხვდებით მომდენო ხუთშაბათს.